მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. Რამდენიმე წუთი წაგაჩნოთ და გეტყვით, რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანებს, ვინც შეიძინა ფინანსური რესურსისთვის, მოზიდვისთვის თავისი თილისმები და მომდის პასუხები, მათი წერილები, თუ როგორ მუშაობს და რამდენი კმაყოფილები არიან, ეს ძალიან სასიამოვნო არის, როდესაც თითოეული ადამიანი მიზიარებს თავის ბედნიერ მომენტებს, ხო? ანუ ძალიან აბედნიერებს ესეთი სიტუაციები, ესე რომ ვთქვა. დღევანდელი გაშლა მოდით გავაკეთოთ პარტნიორულ ურთიერთობაზე და რატომღაც ესეთი გაშლა მინდა გავაკეთო, ღირს თუ არა ლოდინი. ანუ მოდით გავაკეთოთ ორ ვარიანტად და ნახოთ ღირს თუ არა ლოდინი პარტნიორის, რომელსაც ელოდებით, ხო? მოკლედ, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მე მგონი ჩანს, ცოტა ფერებში სიამაყე და რო გაგიადულდეთ, მოდით გავაკეთოთ ესეთი რამ. პირველი ვარიანტი დავმოტინე ESP და მეორე ვარიანტი ავენტურინი. პირველი მეორე ვარიანტი, რომელი ვარიანტიც უფრო მიგიზიდავთ, ჩაიფიქრეთ, იფიქრეთ იმ ადამიანზე, რომელიც დასულია და გაინტერესებთ ღირს თუ არა დაბრუნება და საერთოდ ლოდინათ ეს ადამიანი. მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტით, გადავდებ მეორე ვარიანტს და დავიწყებ დავმატინე ESP, ვინც აირჩიათ, მოდი ისე დავდებ, რომ მაინც გამოჩნდეს. ღირს თუ არა ლოდინათ. ნუ ღირს თუ არა ლოდინათ, ესე იგი პირდაპირ თქვენი არყანი ამოვიდა მეტაპზე, ესე რომ ვთქვათ. ნახეთ, ღირს თუ არა ლოდინათ, ესე კეთყვით, ეს ყველაფერი თითქოს ძალიან წარსულს უნდა ჩააბაროთ, აი როგორ წარსულს იცით, რომ საერთოდ აღარ უნდა მიიხედოთ აი ესეთ წარსულს. არასოდეს რო აღარ უნდა გაიხსენოთ, აი რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ კარგი მომენტებიც კი რო არ უნდა გაიხსენო, ესე წარსულს უნდა ჩააბაროთ. ეს ურთიერთობა, ესე ვიტყვი, რომ რო გითხრათ, რომ რაღაცა ლოდინათ ღირს, ნამდვილად არ ღირს, იმიტომ რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს შეიძლება თქვენს მიმართ გქონდეს რაღაცა ემოციური მდგომარეობა, მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, აქ შეიძლება ადამიანი იყო დაოჯახებული და შესაბამისად თქვენ თუ ელოდებოდით, რომ ეს ადამიანი მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომ ოჯახს დატოვებდა და თქვენთან წამოვიდოდა, მან ნამდვილად შემსტარხათ. ეს ადამიანი არავის და არაფრის დატოვებას არ აპირებს, პირიქით აპირებს, რომ მეტად იმუშაოს თავის ოჯახზე, მეტად იყოს გადართული თავის ბედნიერებაზე, მეტად იყოს თავის პრინცესაზე, რომელიც ყავს სახლში, ასე რომ ეს ურთიერთობა, რო გითხრათ, რომ რაიმე ლოდინის მომენტს წარმოადგენს და უნდა დაელოდოთ, არა, ამ ურთიერთობას და ამ წასულ ადამიანს ნამდვილად არ უნდა დაელოდოთ. პირველი ვარიანტი გეტყვით, რომ ეს ადამიანი არასოდეს არ მიიღებს იმის გადაწყვეტილებას, რომ ოჯახი დატოვოს და წამოვიდეს. პირდაპირ გეუბნებით, აქ არსებობდა, ეს არის სამკუთხედის მომენტი, როგორც ჩანს, აქ არსებობდა ოჯახი, რომელიც ალბათ დათმობასაც თქვენ ფიქრობ არაუდობდით, რომ დათმობდაოდეს მე მაინც რაღაცა პერიოდში შეიძლება ძალიან თავბრუსს დაგახვიათ, ემოციები შეგიქმნათ, რაღაცა დაგაჯერათ და ძალიან ბევრი გაოცნებათ, რო იტყვიან, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ეს ურთიერთობა ნამდვილად ექვემდებარება საბოლოო დასრულებას და არავითარ ლოდინს აქ ნამდვილად არ ღირს ამ ადამიანის ლოდინი, იმიტომ რომ აქ არ არის ისე სიტუაცია. კი, და ნამდვილად დასრულებას უნდა ექვემდებარებოდეს, თქვენ ცოტა უფრო მეტად უნდა ნახეთ, თქვენი რესურსები ცოტა უფრო მეტად უნდა შეაფასეთ სწორად, ნახეთ, დაასრულოთ რაღაცა ეს პრობლემების მდგომარეობა, რომელსაც იქმნით ილუზიებით, ესე ვიტყოდი და გადადგათ ნაბიჯები წინ, ხო? ანუ აქ თქვენ უნდა გაეცნოთ და გაიაზროთ პირველ რიგში ის მომენტი, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება რაღაცა
რაღაცა დროის ფაქტორში გაძლევდათ ემოციას, გაძლევდათ სიმშვიდეს, გაძლევდათ სიყვარულს, გაძლევდათ უნებას, მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა მიხვდეთ, რომ ყველაფერი დასრულებულია და სანამ კიდე ბოლომდე ჩაუთრევი ხართ ჭაობში ამ ემოციებს და სანამ ბოლომდე თქვენი თავი მიგიწვნიათ ამ ადამიანის მიმართ ისე, რომ მე უფრო რთული იქნება სიღრმისეულიდან გამოსვლა, უბრალოდ გაერიდეთ, უბრალოდ გაეცალეთ, უბრალოდ დაასრულეთ, ხო? იმიტომ რომ აქ ადამიანს აქვს პასუხისმგებლობები, აქ ადამიანს აქვს ვალდებულებები, აქ ადამიანს აქვს საკმაოდ მყარი ოჯახი, შეიძლება ესეც ვთქვა. აქ არ არის მარტო ამ ადამიანის ნახეთ, არის ხოლმე, როდესაც ოჯახში ერთი მხარე არის ძირითადი წამყვანი. არა, აქ ორივე ერთნაირად იხარჯება ოჯახისთვის, აქ ორივე ერთნაირად აკეთებს ყველაფერს და ორივე ერთნაირად იბრძვის წინსვლისთვის, ისე რომ ეს ადამიანი ნამდვილად არ ღირს დაბრუნებად, არანაირად არ ღირს დაბრუნებად, ეს ადამიანი თქვენამდე არ მოვა სამწუხაროდ, ასე რომ ცოტა უფრო მეტად მიეცით სამყაროს, თქვენ საშუალება იმის, რომ დაგავიწყებინოთ, რაღაცნაირად შეიცანით სამყარო კიდევ უფრო მეტად და სამართლიანები იყავით საკუთარ თავთან. გაადაანალიზეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იქნება ძალიან ფუჭი და ტყუილი დროის ფლანგვა ამ ადამიანის ლოდინი. მოკლედ ასეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი. ღირს თუ არა ლოდინი ადამიანის, სამწუხაროდ არ ღირს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის დაკავებული. კარგით, გადავდეთ პირველი ვარიანტი და ვნახოთ, ვინც ავანტიურინი აირჩია მეორე ვარიანტი. ღირს თუ არა დავილდება. აი, აქ კი შეიძლება ითქვას, რომ მეორე ვარიანტთან უფრო არის შანსი იმის, რომ ურთიერთობა რაღაცნაირად დაალაგდეს, კიდევ გადაიკვეთოს თქვენი ურთიერთობა, კიდევ მოგიწიოთ შეხვედრა, აქ არის სურვილი შეხვედრის. მე არ გეტყვით, რომ რაღაცა დაბრუნების ამ ეტაპზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის იმის სურვილი, რომ ადამიანმა იშრომოს, ადამიანმა ჩადოს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აღდგეს თქვენი კომუნიკაცია. მეორე ვარიანტის წარმომადგენელი, ვინც აირჩიეთ, გეტყვით, რომ ამ ადამიანს აქვს თქვენს მიმართ საკმაოდ ისეთი ვნებები, ემოციები, დადებითი აქ უფრო მე მგონი თქვენ წახვედით ამ ადამიანისგან, მეორე ვარიანტი და ან თქვენ დააპაუზეთ სიტუაცია და ამ ადამიანს უნდა რომ ნამდვილად კიდევ შეგხვდეთ, კიდევ გქონდეს თქვენთან კომუნიკაცია, კიდევ გადმოდგას ნაბიჯები, უფრო შეიძლება უფრო მკვეთრით, უფრო ისეთი სტაბილურით. ამ ადამიანს უნდა რომ თქვენ ნახეთ, თქვენ თუ ამ ადამიანთან ამ ეტაპზე თქვენი დასრულებული მდგომარეობა იყო, ხო? გეტყვით, რომ გუნდა რომ ყველაფერი მოიტოვოს წარსულში და ახალი ეტაპებით, ახალი ემოციებით დაიწყოს. ნახეთ, დასრულება უნდა რაღაცნაირად. აქ შეიძლება ესეთ რა არის, აქ შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობაში შეიძლება რაღაცნაირად ვერ ჩამოყალიბდით, ანუ ვერ შეიცანით ერთმანეთი კარგად, რაღაცა ეს მომენტი ჩანს, თითქოს რაღაცა ცოტა ნდობის ფაქტორის მომენტი რთული იყო თქვენს ურთიერთობაში. ხო, ნდობის ფაქტორის მდგომარეობა თქვა და რაღაც, ანუ აქ ნახეთ, შეიძლება ამ ადამიანმა რაღაცა ჩაიდინა ისე, რომ ან გიღალატათ, ხო, რაღაცა მსგავსი მომენტი შეიძლება რაღაცა არ გიღალატეთ, მაგრამ რაღაც ისეთი მოგატყუეთ, რომელიც თქვენთვის არ იყო მისაღები და შესაბამისად აქ თქვენგან იყო რაღაცა ისეთი ინიციატივები და ისეთი ქმედებები, რომელმაც ხელი შეუწყო თქვენი ურთიერთობის გაციებას. მაგრამ გეტყვით, მეორე ვარიანტი ნამდვილად უნდა ამ ადამიანს აღადგინოს ურთიერთობები, ნამდვილად უნდა თქვენთან ერთად კომუნიკაცია, უნდა თქვენთან შეხვედრა უნდა და მოისწრაფის კიდევაც. აქ შეიძლება იყოს ისეთი მომენტიც, რომ ამ ადამიანს ნამდვილად უყვარხართ და ნამდვილად უნდა რომ გიხილოთ მის გვერდზე. ამისთვის ძალიან ბევრ ბარიერსაც კი გადაბიჭებს და წამოვა თქვენთან მიმართებაში. აქ უფრო ისეთი მომენტი არის, რომ ადამიანი ყველანაირად ეცდება საბოლოო ჯამში თქვენთან ოჯახით შექმნას, რატომღაც ესე ჩანს.
მეორე ვარიანტის წარმომადგენლებს შემიძლია უთხრა ის, რომ კი, თქვენი გზები კიდევ გადაიკვეთება, თქვენი გზები კიდევ იქნება რაღაცა ისეთ შეხვდებით ერთმანეთს აუცილებლად, შეიძლება ის გამოვიდეს კონტაქტზე და ისე შეხვდეთ, შეიძლება რაღაც შემთხვევითობას დავაბრალოთ რაღაც მომენტში, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ცდილობს თქვენთან მოახლოების კომუნიკაციას. ეს ადამიანი ცდილობს თქვენთან რაღაცნაირად შემოიჭრას, ხო? თუ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ თქვენ აი რაღაც იტყვით, რომ შემთხვევით შევხვდიო, იცოდეთ, რომ შემთხვევით არ შეხვდებით. ანუ ეს ადამიანი ყველაფერს დაალაგებს ისე, რომ აი თუნდაც შემთხვევითობა მოხდეს რაღაცა ესე კაფიოდ მისგან დაგეგმილი სქემით, ესე რომ ვთქვათ, ხო? რაღაცა გაარკვიოს, სად დადიხართ ხშირად, სად მიდიხართ, სად მოდიხართ და ნუ რაღაცა ესეთი ეტაპით მოგიახლოვდეთ და მოვიდეთ თქვენამდე. ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტი ვინც არჩევთ, ამ ადამიანის ძალოდება ღირს, იმიტომ რომ ამ ადამიანს ნამდვილად გააზრებული აქვს თქვენი ფასიც, გააზრებული აქვს თქვენს მიმართ გრძნობებიც და ამ ადამიანს უნდა თქვენთან ოჯახი, უნდა თქვენთან რაღაცა სიახლეები, ხო? ნუ რაღაც თუ თქვენ ყოყმანობთ და თუ ფიქრობთ იმას, რომ რამდენად გამოვა ეს ყველაფერი და პირიქით ცდილობთ, რომ ბარიერები აღძრათ და დააპაუზოთ სიტუაცია. ნუ აშკარად ამ ადამიანს უფრო აქვს გააზრებული და გაანალიზებული თქვენსკენ მოსვლის მდგომარეობა. ასე რომ წარმატებები მეორე ვარიანტს, პირველ ვარიანტს კი სამწუხაროდ ცუდის ჰქონდა, ყოველად უნდა დაელოდოს, მაგრამ მეორე ვარიანტს შეუძლია რომ დაელოდოს. ესე რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ წინ არის თქვენი ურთიერთობა, აქ ცოტა კარმული ურთიერთობის მომენტი შეიძლება იყოს და აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ ერთად დასაწერი, ესე რომ ვთქვათ. მე წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ, ბედნიერება თითოეულ თქვენთაგანს. შეგახსენებთ, რომ არის ჯერ კიდევ ფასდაკლებები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ყველაფერი და წინ ბედნიერებისკენ თითოეული თქვენთაგანი.